ნეიტრალური, მიუკერძოებელი, დაბალანსებული, საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო სამსახური. საათის დასაწყისში ტალღაზე FM 102.4. საინფორმაციო გამოშვება რადიო 1-ზე. 19 საათზე მუშაობას განაგრძობს რადიო 1 საინფორმაციო სამსახური. ახალ ამბებს ამ დროისათვის მაკა ხამბაშიძე გაგაცნობთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ნატო გმობს რუსეთის მიერ საქართველოში დადგმულ ნაბიჯებს და შეშფოთებულია რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით და იმითაც, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება სამხრეთ ოსეთთანაც იგეგმება. დღესვე ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გაივლიან წვრთნებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვის. მისი თქმით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის კუთხით. ამასთან ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესს განიცდის, აგრძელებს რეფორმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც მისასალმებელია. საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბეროჩაშვილმა ამერიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოში პლენარული სესია გაიმართება, რომელსაც ჯონ კერი დაესწრება. მიმდინარე წლის მარტში ასევე დაიგეგმა კომერციის დეპარტამენტის სავაჭრო ეკონომიკური მისიის საქართველოში ვიზიტი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა ამერიკული ბიზნესისთვის გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის ახალი რეალობა, რაც არის სავაჭრო ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს ვიზიტი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიაჩნია მინისტრს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $14.4 მილიონ გამოუყებს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააკეთა, რომელიც კიევში ვიზიტით ჩავიდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის ფარგლებში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გარდა რეფორმების საკითხიც იქნება განხილული. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს კიევში ჩავლენ. BBC-ს ცნობით, ოლანდი და მერკელი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ, ხვალ კი ორივე მოსკოვში გაემგზავრება, სადაც იგეგმება მათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. ოლანდის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს დასავლელი ლიდერები ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვლენ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას წყობს ხელს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ მზადაა ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება. ამის შესახებ თავად პოროშენკომ ესპანურ გამოცემა El Paisთან ინტერვიუში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება არ ხდება, ჩვენ მას მაინც ვერ დავივიწყებთ. მინსკის მემორანდუმზე ყველა მხარე შეთანხმდა, მათ შორის რუსეთის, განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის ჩეჩნეთი და უკრაინის კრიზისის მოგვარება ჩეჩნეთის სცენარით შეუძლებელია. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას სურს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ამასთან მინისტრი აზუსტებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი საუბრებია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტაბილიზაციის ნიშნები არ არის, თუმცა თუ ვინმე ამას შეეცდება, მკაცრად დაიშჩება.
ნაციონალურ მოძრაობაზე აქცენტს არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ. თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყანას უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება დესტაბილიზაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობაზე მიუთითებს. დეპუტატ ნუგდარ ციკლაურის განცხადებით, თუ სამინისტრო მუშაობას ასე გააგრძელებს, მას შეიძლება საბურავების სამინისტროს ეწოდოს. სამინისტრო, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული. ზურაბჟვანიას საქმის გამომძიებელი მამუკა გვარამია და გამომძიების თანაშემწე როსტომ ლაზარია დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ისინი პროკურატურაში 17 საათზე მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 31 იანვარს წაუყენეს, თუმცა გუშინ ის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ პროკურატურის შენობა დატოვა. გვარამიას განცხადებით, პროკურატურაში კვლავ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე დაიკითხა. მერაბეშულსაც ვაპატიე კოდუასაც და სპეცრაზმელებსაც, მაგრამ ჩემი ცემის დამკვეთ სააკაშვილს არასდროს ვაპატიებ. ამის შესახებ დღევანდელი დაკითხვისას დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მისი ცემა პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირდება. ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, რომლებმაც ცემეს და მათ ბოდიში მოუხადეს. გელაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრას, რომელიც პროკურატურაში გაიმართა, მთავარი პროკურორის მოადგილე და საქმის სხვა გამომძიებლებიც ესწრებოდნენ. ვალერი გელაშვილის სკანდალური განცხადება დაცვის მხარემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს მოწმეებზე ზეწოლა. დაცვის მხარემ პროკურატურა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსში დაადანაშაულა და მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის დაკითხვა მოითხოვა. ვალერი გელაშვილის საქმეზე დღეს ასევე დაიკითხნენ თავდასხმის დროს მასთან ერთად მყოფი მისი ნათესავები და დაცვის წევრი. შემდეგი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს გაიმართება. ჯერ ისევ უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა კორტების სპეცოპერაციაზე დაკავებული ყოფილი პოლიციელების ადვოკატების სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულებთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. რაც შეეხება სპეცრაზმელებს, მათი ინტერესების დამცველებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ზემდგომ ინსტანციაში არ გაასაჩივრონ. ამ დროის მონაცემებით ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ასევე სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე ბრალდებულთა მოთხოვნით მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილი. დანარჩენები კი გლდანში მდებარე საჯარახსოვნების მერვე დაწესებულებაში იმყოფებიან. მთავრობა მიაღწევს იმას, რომ კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასური არ გაიზრდება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს დავალება მისცა, მოლაპარაკებები დაიწყონ აზერბაიჯანულ მხარესთან. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ სოკართან შეთანხმება ქვეყნისთვის მტკივნეული არ იქნება, თუმცა მისი თქმით, რეგიონებში მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური სიტუაცია ყველაფერზე აისახება და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კი განაცხადა, რომ პრობლემა ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. სოკარ ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი აცხადებს, რომ სოკარ გაზის გაძვირების ინიციატივით არასდროს გამოსულა. მამედოვის თქმით, ლარის კურსის ცვლილების გამო არ უნდა დაზარალდნენ სადისტრიბუციო კომპანიები. ალბათ ეს მომწოდებლებმა უნდა აანაზღაურონ, აცხადებს მამედოვი. მისი თქმით, გაზის ტარიფი მარტიდან არ გაიზრდება. კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს სემეკი ვერ განსაზღვრავს, აცხადებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა. მისი თქმით, კომისია ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაერევა მიმწოდებელსა და კომერციულ ობიექტს შორის არსებულ ურთიერთობებში. ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე კომპანიის მიმართ მიმდინარეობს და მათი საქმიანობა სრულად მოწმდება. ეს კომპანიები ნავთობ მომწოდებლებსა და საცალო ბაზარს შორის შუამავალ რგოლს წარმოადგენენ. გამოძიება 10-მდე კომპანიის მიმართ 218 მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს. ამ კომპანიებს შორისაა ბინული 1, უნიგრუპი, ETI, ინტერპლუსი, შეპესე პორტალი და ელ-ოილი. ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებზე ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საქმიანობას კონკურენციის სააგენტო სწავლობს. ეს იყო დღისათვის ბოლო ინფორმაცია რადიო 1-ის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში 20 საათზე დაბრუნდება. დროებით. ჩაერთე რადიო 1-ზე. საათში ერთხელ მოусმინე ინფორმაციას.